თანამედროვე ურბანულ გარემოში ბინის შერჩევის სტანდარტები მნიშვნელოვნად იცვალება. იდეა შეიცვალა კიდეც უკვე, დღეს მომხმარებელი არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეს, არამედ სრულფასოვან ეკოსისტემას ეძებს და ანიჭებს ცალსახად უპირატესობას, რაც დაცულ ეზოს, რეკრეაციულ სივრცეებს, ენერგოეფექტურ გარემოს და ინფრასტრუქტურას და რა თქმა უნდა, ურბანულ ქაოსში სიმშვიდეს გულისხმობს. სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს დეველოპერული კომპანია XOR Development-ის პროექტები. თავად ეს კომპანია საქმიანმა საზოგადოებამ იცის და თუ არ იცის, მე გეტყვით, რომ 2014 წლიდან საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიაში წამყვან პოზიციებზეა. ეს არის გუნდი, რომელმაც მინდა იცოდეთ, რომ უკან არ დაიხია ტექნიკური გამოწვევების წინაშე და ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა მომხმარებელს საცხოვრებელი კომპლექსის სახურავზე, მაგალითად საცურაო აუზების კონცეფცია. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ ამ და სხვა უამრავ გამოწვევებსაც გაუძლო თავისი არსებობის მანძილზე და გააგრძელა მდგრადი განვითარება. დღეს კომპანიის ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით არის 6 დასრულებული, 5 მიმდინარე პროექტი და მათი მთავარი ფილოსოფია თარგმნილია კომპანიის მისიაში. იყვნენ არა უბრალოდ დეველოპერები, არამედ მომხმარებლის სანდო კომპანიონები ბინის შერჩევის პროცესში, რაც კომპანიის ახალ საგაზაფხულო კამპანიაშიც და გზავნილებშიც ნათლად აისახა. ხო და რა შეიცვალა დეველოპერულ ინდუსტრიაში? როგორია დედაქალაქის ურბანული მოთხოვნები და რა ახალ პროექტებს თავაზობს კომპანია XOR Development-ი მომხმარებლებს? ამ თემებზე სასაუბროთ და საქმიანი ამბების გასაზიარებლად ჩვენთან ერთად არის XOR Development-ის მარკეტინგის მენეჯერი მარიამ მახარაძე. დილომშვიდობისა. დილომშვიდობის. მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მარიამ, XOR Development-ი თბილისში რამდენიმე პროექტით არის ერთდროულად წარმოდგენილი. მათი ნაწილი ნახევარი უკვე დასრულებულია, ნახევარზე მუშაობა გრძელდება. Pipeline-შია კიდევ უამრავი პროექტი, რომელსაც თქვენი გუნდი იხილავს. მოგვიყევით კომპანიის პროექტებზე და მის პორტფელზე. კი ბატონო, როგორც უკვე აღნიშნეთ, კომპანია მრავალი წელია, რაც ბაზარზე არის. უკვე მიმდინარე პროექტები, რაც გვაქვს, ეს არის 5 მიმდინარე პროექტი, თუმცა 2 უკვე დასასრულს უახლოვდება და ბინები სრულად გაყიდულია. ჩვენთან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც სრულდება უკვე პროექტი, ბინები სრულად არის ხოლმე გაყიდული. შესაბამისად, ეხლა აქტიურ ფაზაში რაც არის, ეს არის 3 მიმდინარე პროექტი და ამ პროექტების შესახებ შემიძლია გიყვეთ, სადაც გვაქვს დღეს კიდევ არჩევანი, ეს არის Riverfront Residency, რომელიც მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ეს პროექტი გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობით, რადგან მდებარეობს მარცხენა სანაპიროზე, ძალიან ადვილად უკავშირდება ქალაქის ცენტრალურ უბნებს და დღევანდელი საცხოვრების პირობებში მოგეხსენებათ, ეს რამდენად დიდი უპირატესობა არის. ასევე ეს პროექტი გამოირჩევა თავისი უნიკალური ხედებით, მთაწმინდაზე და მთელს თბილისზე და თავისი ინფრასტრუქტურით და არქიტექტურით, რომელშიც სრულად არის გათვალისწინებული ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნილებები, რადგან მათ სურთ, რომ თვითონ პროექტში იყოს ნებისმიერი საჭირო ობიექტი, რომელიც მათ ცხოვრებას გაუმარტივებს. შესაბამისად, აღარ ჩამოთვლი იმ საჭირო ობიექტებს, რომელიც სჭირდება ადამიანს ცხოვრების გასამარტივებლად, იქნება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ პროექტში. ინფრასტრუქტურაში კი ბატონო, იქნება უკვე წარმოდგენილი. ეს არის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი Riverfront Residency, რაც შეეხება ყაზბეგი Residence, ეს არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საბურთალოზე, სითმოიდან 3 წუთის სავალგზაზე. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა იქ უკვე ისეთი განვითარებული არის, რომ ფეხით შეიძლება გადაადგილდეს კინოთეატრში, სავაჭრო ცენტრში, სკოლა, ბაღი, ანუ იქვე არის ახლოს ესე ვთქვათ ყველაფერი. გარშემო არის ინფრასტრუქტურა გაშლილი. ეს პროექტი ჩვენი იმ კატეგორიის მომხმარებლებისთვის არის, რომელთათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ცენტრში ცხოვრება. შესაბამისად, ის პრემიუმ სერვისები, რაც ჩვენ გვაქვს, იგივე კონსიერჯის მომსახურება, იგივე coworking სივრცე და სხვა პრემიუმ სერვისები. კი ბატონო, რა თქმა უნდა. და მესამე პროექტი არის Zenix დიღომში, რომელიც არის კომფორტ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი. მათი მომავალი მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის უფრო
სიმშვიდე, ესეთი ოჯახური მშვიდი და უსაფრთხო გარემო, რეკრეაციული ზონა, 5000 კვადრატულ მეტრზე არის ასევე ლანდშაფტური ბაღი გაშენებული იქნება უფრო სწორად და შესაბამისად მათი პრიორიტეტი, მომავალი მაცხოვრებლების პრიორიტეტი არის უფრო მშვიდი, უსაფრთხო ისეთი რეკრეაციული გარემო, სადაც შეძლებენ მშვიდად ცხოვრებას. მაგრამ თქვენს მიერ ჩამოთვლილ ამ სამ პროექტს ახლავს თუ არა რაიმე სპეციალური შეთავაზებები აი ამ პერიოდის განმავლობაში? კი ბატონო, მაგასაც მოგახსენებთ, ჩვენს მიმდინარე ორ პროექტში გვაქვს სპეციალური შეთავაზება, Riverfront Residency, რომელიც მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც უკვე მოგახსენეთ. მან გვაქვს შეთავაზება, რომელიც გაჩნდა თვითონ მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე. მომხმარებელი ხშირად ამბობდა ჩვენი, რომ არ სურთ საზაფხულო და საცხოვრებელ სივრცეში ერთ და იგივე ფასის გადახდა და ცოტა უსამართლოდაც კი მიაჩნიათ და ჩვენ რომელ პროექტში შეგვეძლო, რომ ეს გაგვეთვალისწინებინა, გავითვალისწინეთ, საზაფხულო ფართი გვაქვს ნახევარფასად, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს ფართი არ არის აუცილებლად დიდი, ეგრეთ წოდებული აივანი და ვერანდა, პატარა კვადრატულობის საზაფხულო სივრცეზეც კი ვრცელდება ეს შეთავაზება, რომელიც იწყება თქვა 4 კვადრატული მეტრიდან და სულაც არ არის დიდი და პირიქით, ისაც ოპტიმალურად არის დაგეგმილი შეფერდება საზაფხულო და საცხოვრებელ ფართებს შორის. მეორე შეთავაზება რაც გვაქვს, ეს არის ყაზბეგი რეზიდენციის ჩვენთვის ყველაზე მოთხოვნად პროექტში, რომელშიც $130 კვადრატულ $130 ფასდაკლება გვაქვს ყოველ კვადრატულ მეტრზე, კი ბატონო, და ეს არის სააღდგომო შეთავაზების ფარგლებში, რომელიც იმოქმედებს 20 აპრილის ჩათვლით. კი ბატონო. და $1650-დან არის, $1600 ბოდიში $30-დან არის კვადრატულის ფასი. ამ შემთხვევაში, რაც არის საბურთალოზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საუკეთესო ფასი შემიძლია ვთქვა, კი. პირველად რომ ვთქვა. მარიამ, როცა ვსაუბრობთ X-Or Development-ის ფილოსოფიაზე, რომელზეც მე ვისაუბრე ჩემს შესავალში. როგორ ისახება ეს პროექტებზე და როგორ ითარგმნება ეს საბოლოო პროექტებში, მათ შორის იმ სამშიც, რომელიც თქვენ დღეს წარმოადგენთ? კი ბატონო, ზოგადად ჩვენთვის როგორც აღვნიშნე, თვითონ მომხმარებლის საჭიროება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენ 2026 წელი დავიწყეთ სიახლით, განსაზღვრეთ სტრატეგია და ფილოსოფია, რაც გვინდა რომ თითოეულ ჩვენს პროექტს დაედოს საფუძვლად და ეს არის პირველ რიგში ზრუნვა ადამიანზე, ხარისხზე და გარემოზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ბინის შერჩევის პროცესი ჩაბარებამდე, ანუ აი ეს განული გზა მომხმარებლის იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მარტივი. იმიტომ რომ სხვადასხვა სეგმენტს აქვს სხვადასხვა ინტერესები, სხვადასხვა პრობლემები. იგივე თქვათ ჩვენს ძალიან ძვირფას ემიგრანტებს აქვს სხვა პრობლემები და სხვა კითხვები. თქვათ თუ არის ოჯახი ახალდაქორწინებული, მათ სულ სხვა პრობლემები და სხვა კითხვები აქვთ. ინვესტორებისთვის უკვე სხვა პრიორიტეტები არის და შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ რომ მათ ეს გზა გაუმარტივდეთ და არა მხოლოდ ჩვენ გავყიდოთ ეს კვადრატული მეტრები, არამედ ისინი ადამიანები დარწმუნებული იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში, რომ ზუსტად ის მიიღეს, რაც უნდოდა და თუნდაც ჩვენ დავეხმაროთ იმაში, რომ გაიგონ ზუსტად რა უნდათ, იმიტომ რომ ესეც არის ხშირ შემთხვევაში პრობლემა, რომ შეიძლება თვითონაც არ იციან ზუსტად თქვათ რა უნდათ. სანამ თქვენ აზრს თბილისში და მთლიანად საქართველოში მიმდინარე დეველოპმენტზე და მშენებლობაზე და ინდუსტრიის განვითარებაზე მოვისმენ, რახან ესე დეტალებში ახსენეთ მომხმარებლები, მათ შორის X-Or Development-ისა, მაინტერესებს როგორ შეიცვალა მათი გემოვნება, როგორ რა მოთხოვნები გაჩნდა უფრო მეტად მომხმარებელში, რომელიც X-Or Development-ის შეთავაზებებში შესაბამისად აისახა. კი ბატონო, ბოლო წლებში რასაც ვაკვირდებით, ვფიქრობ, რომ ეს დეველოპერული სფერო არის უკვე შეცვლილი და უფრო სხვანაირად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებას. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ადამიანები მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეს და მხოლოდ ბინებს ეგრეთ არ ეძებენ. დღეს ეძებენ უკვე სრულად ანუ გამართულ ინფრასტრუქტურას, კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს და აქედან გამომდინარე უკვე დეველოპერული კომპანიებიც მე ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩვენ, სხვაებიც უკვე ძალიან ბევრს ფიქრობენ იგივე რეკრეაციულ ზონაზე, არქიტექტურაზე, შიდა ინფრასტრუქტურაზე და ზოგადად ადამიანების ცხოვრების გამარტივებაზე ვფიქრობ, რომ დღეს კიდევ უფრო მეც ფიქრობენ და ალბათ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება ეს მიმართულება. მარიამ, თქვენგან მაინტერესებს ის რაც უკვე დავაანონსეთ, რა განსაზღვრავს თქვენი აზრით, რა ფაქტორებია, რომელიც სამშენებლო ინდუსტრიას და მის მიმართ ინტერესს ამყარებს და მეორე თქვენ რა საკვირდებით X-Or Development-ის გადმოსახედიდან როგორ ვითარდება თბილისის საცხოვრებელი ინდუსტრია, რამდენად მყარია და მდგრადი მოთხოვნა?
ბოლო კვლევები, რაც ჩვენ ჩავატარეთ ისეაც რაც არის ჩატარებული, რასაც ვაკვირდებით, უძრავი ქონების ბაზრის ზრდის ტენდენციები ნამდვილად შეინიშნება, როგორც ყოველთვის, არასდროს არ ყოფილა ალბათ ისეთი შემთხვევა, რაღაც პანდემიის გარდა, რომ ეს ზრდის ტენდენცია არ ფიქსირდებოდეს. შესაბამისად, ეს ინდუსტრია ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგი საინვესტიციოდ. თუნდაც ჩვენი პროექტებიდან რომ განვიხილოთ, ანუ ჩვენ წელს რეკორდული გაყიდვების რაოდენობა გქონდა 33000 კვადრატულზე მეტი გავყიდეთ წელს, რაც ჩვენთვის იყო ნამდვილად რეკორდული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ზრდის ტენდენცია ნამდვილად შენარჩუნდება, რადგან მოთხოვნაც არის თვითონ გაზრდილი და ადგილობრივი მომხმარებლის წილი არის გაზრდილი. იმიტომ რომ ადამიანები უფრო მეტ ადამიანს აინტერესებს როგორც დამატებითი კიდევ ანუ ცალკე გადასვლა და საცხოვრებელი ბინის ყიდვა, ასევე საინვესტიციოდ ძალიან მიმზიდველი არის ეს ინდუსტრია, რადგან ჩვენ მაგალითზე რომ ვთქვა, თუნდაც ჩვენს ერთ-ერთ პროექტში 1 წლის განმავლობაში 44%-ით გაძვირდა. 44%-ით კი ბატონო და შესაბამისად იმ ადამიანებს, რომლებმაც 1 წლის წინ იყიდეს ბინა, ახლა აქვს უკვე 44%-იანი უკუგება უკვე ჯერ არ ჩაბარებულ პროექტზე, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში და რა ვიცი, ისეთი ციფრი არის, რომ არ მგონია, რომ საინვესტიციოდ რაიმე უკეთესი სიამოვნებით ალტერნატივა 50%-იან ამონაგებთან დაკავშირებით ინვესტიციაზე და ეს ნამდვილად რეალური ციფრი არის, არ ვაჭარბებთ, ეს ძალიან რეალური ციფრია ჩვენს ერთ-ერთ პროექტზე. და მოლოდინებიც მსგავსია, ხო? მოლოდინებიც მსგავსი არის, კი ბატონო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი პროექტი მაგალითად 28 წელს მთავრდება და შესაბამისად მოლოდინიც არის, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც ანუ მე რასაც ვაკვირდები ახლა მოკლევადი ამ ფაქტორებზე აღარ არის დამოკიდებული ეს ზრდის ტენდენცია და უფრო სტაბილური გახდა. წარმატებები Xor Developments და გელით სიახლეებით. ძალიან დიდი მადლობა. ურმესი მადლობა მობრძანებისთვის. მარიამ მახარაძე, Xor Development-ის მარკეტინგის მენეჯერი, მადლობა მას მობრძანებისთვის. კომპანია Xor Development-ის მარკეტინგის მენეჯერს და მოკითხვები გუნდს და მეტი დასრულებული პროექტები და დამკვეთები თქვენს კომპანიას.